სალომე ვიცი რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გამოაცხადო. ჯერ ნუკავოდა გამოაცხადეს უფრო მნიშვნელოვანი არა უფრო მნიშვნელოვანი ვერ დავარქმევდი. ხო, გიორგი, ნამდვილად ვერ დავარქმევდი უფრო მნიშვნელოვანს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაცნოთ ისიახლა ჩვენს მაყურებელს და შემდეგ უკვე იმ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე ვისაუბროთ. დამელოდეთ სტრიტ არტი, ძველმანების ბაზრობა, ელექტრონული მუსიკა, ეს ყველაფერი 11 მაისს თბილისის ზღვის საიალქნო კლუბში გაიმართა კრეატიული განათლების სტუდიამ სხვადასხვა სერტიფიკატებით დააჯილდოვა ადამიანები და არსებობის 2 წლის თავი აღნიშნა ღონისძიება დილიდან დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა კრეატიული განათლების სტუდია ნიჭიერდა შემოქმედებით ადამიანებს აძლევს საშუალებას პროფესიონალური ცოდნა მიიღონ დიზაინისა და მუსიკის სფეროში. ეს კიდევ 2 წელიწადნახვარია ვარსებობდა პირველად მოვაწყეთ ფესტივალი და რავი, ყველაფერი შეგვიძლია, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. ყველაფერს სტუდენტები აკეთებენ, აბსოლუტურად ინჟინრები, სტუდენტები არიან, მუსიკოსებიც და ასე შემდეგ. მე სწავლობდი CS-ში აუდიოლოგიის კურსზე, ანუ ხმის ინჟინერი. მაგრამ ნუ ეხლა საერთოდ სხვა მიმართულებით გამოვედი ამ ივენტზე, დავხატე სტენსილები და ერთობით ყველა. ძალიან მომწონს. მით უმეტეს ამ სკოლაში ვასწავლიდი. ამჯერად ამ ეტაპზე არ მაქვს კურსი, მაგრამ ისე ვასწავლი და ძალიან მიხარია, რომ ამ 2 წელიწადში ამდენი რაღაც გაკეთე, რომ ამ ხელა ივენტი არის. და დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, რადგან მარტო მე თუ არც ახლა ეს. აი, გიორგი. თუ არა გიორგი, აბა რა მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი. ფონი შემიქმენით. და სტუდიაში ვთხოვ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. გავაღოთ კარი. არ გინდა ზარი თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ შემოხვიდეთ. არზე ციხლის. წითელი ხალი რატირიანი და გიორგი არამედ პრემიერ-მინისტრი და ქეთიონიანი პრეზიდენტი. მე დაგითმობთ ადგილს მიუხედავად ამისა, რომ არქივს და გადაცემაც არის არაპოლიტიკური, ჩვენ მაინც გადავწყვეტეთ იქიდან გამომდინარე თქვენ რაღაცა არაორდინალური ადამიანები ხართ, გადავწყვეტეთ რომ ჩვენთან სტუდიაში მაინც მოგიწვიოთ და ეხლა გაგვარკვიეთ რისი პრეზიდენტი ეს ადამიანები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების წარმომადგენლები და როგორც მაყურებელს უკვე ვუთხარეთ, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი არიან დღეს ქალბატონი. დიახ, ძირფასო ტელემაყურებელ ქალბატონი არის საქართველოს ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი. ნამდვილად მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. აგვიხსენით, ეს არის მოდელირებული მთავრობა, ახალგაზრდების მთავრობა შეიძლება ეს. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენ ორგანიზაციას, არის საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსები და ჩვენი პროექტი იყო არის უბრალოდ საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა, რომელიც არის ანალოგი საქართველოს რეალური მთავრობის. ყავს ახალგაზრდა მთავრობა მაინც, ხო? პრემიერის ახალგაზრდები არის. მაგრამ ჩვენ უფრო ახალგაზრდები ვართ. მინისტრი უნდა იყოს აუცილებლად მოთხოვნა 18-დან 25 წლამდე და სამინისტროს წევრი უნდა იყოს 15-დან 25 წლამდე. პრეზიდენტი 18 წელს. 18 წელს პრეზიდენტი ყავს. ესე გამოსა ჩამოიწიოდა მართლაც შეიძლება რომ ახალგაზრდა პრეზიდენტები კიდევ რას ემსახურება რეალურად? ჩვენი მიზანი არის ახალგაზრდების გააქტიურება, ბოლო პერიოდი ახალგაზრდები კარგად გააქტიურდნენ, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი პროექტი ტარდება, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირება ტარდება, თუმცა ჩვენი პროექტი ტარდება პირველად და ახალგაზრდებს ახალ პროექტს თავაზობთ, იქიდან გამომდინარე რომ თითქმის ყველა პროექტში ერთი და იგივე ბავშვები რეალობენ და ამიტომ გვაქვს სურვილი რომ უფრო ახალი შევთავაზოთ და აღმოაჩინოთ. კი, და ჩვენი მიზანი არის ჩავრთოთ ახალგაზრდები, რომელსაც არ აქვთ გამოცდილება. თითქმის ყველა პროექტში, სადაც ბავშვებს უნდა მონაწილეობენ, სთხოვენ რომ გამოცდილება. ბევრი ბავშვი ვიცი ხა ისეთი, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, ან პროექტებში ვერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა არის ძალიან ჭკვიანი, კრეატიული და შეუძლია თავისი აზრის მტკიცედ დაფიქსირება. თან ხონდა დაიწყოს რაღაც. დიახ, ანუ ზუსტად ეს არის, რომ ბევრჯერ მე ვწყობ ვარ მაგის მსხვერპლ, დავმეპია სადღაც პროექტში მონაწილეობა, თუმცა იმიტომ რომ არ მქონდა კარგი CV, არ მიმიღეს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტა შემექმნა რაღაცა ახალი. შემექმნა ახალი და სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ნუკა ეს მაშინ ხდება. გადავწყვიტა შემექმნა ახალი პროექტი საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა, რომელიც შედგება 17 სამინისტროსგან. შენ ხარ ანუ ამ პროექტის იდეის ავტორი და როგორ ხდება მინისტრთა კაბინეტის არჩევა, პრეზიდენტის არჩევა, ვინ არჩევს? ანუ იქიდან გამომდინარე პროექტი ჩემი იყო, წელს მივეცი ჩემი თავისუფლება რომ მე ყოფილიყავ პრეზიდენტი. ერთი
წლით. რაც შეეხება მინისტრების არჩევა, რატი შევარჩიე თავის ვიცნობ დიდი ხანია და საკმაოდ გამოცდილი არის ვიცი და ამიტომ არ მიფიქრია დიდი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე. რაც შეეხება მინისტრებს, ვარჩევთ გასაუბრებას ვუტარებთ, სხვა შორის ძალიან ბევრს აქვს სურვილი. პროექტი მინდოდა ჩამეტარებია 23, 24, 25 მაისს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღე მოდის ახალი სახეები, უფრო ყოველდღე ახალი და უკეთესი მოდის. აქედან გამომდინარე, ჯერ მინისტრთა კაბინეტი დამტკიცებული არ არის? ჯერ დამტკიცებული არ არის. გულწრფელად მაინტერესებს ერთი რაღაც, მე რაღაც მსახიობი ვარ და რაღაც მარცვალი დავინახე ამ ყველაფერში, ჩემთვის საინტერესო. როგორ ხდება პროცესი? აი, რას აკეთებთ დღის განმავლობაში, როდესაც ხეთხართ თავრობა? კი, ხო, გეტყვით. ანუ პირველად, რადგანაც პირველია ვატარებთ მოდელირებას, იქნება 3 დღიანი, დილიდან საღამომდე ბავშვები იქნებიან ჩართული. ანუ ყველა სამინისტრო აიღებს საქართველოში აქტუალურ პრობლემას, რომელიც არის 3 დღის მანძილზე, უბრალოდ 2 დღის მანძილზე იქნება ამ პრობლემის განხილვა და დასკვნით ეტაპზე ბავშვები წარმოადგენენ რეზოლუციის სახით პრობლემის გადაჭრის გზებს და წარუდგენთ თვალს. სად ხდება ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ხდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გვიწყობს ხელს და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება ჩვენი ეს პროექტი. შეიძლება აი ამ დასკვნებს რომ მიიღებთ, სად მიდის ეს დასკვნები? რჩევები თქვენი. ჩვენი რჩევები შეძლების და გვარად გვაქვს სურვილი და ბევრი სამინისტრო გვიდგას მხარში, რომ ჩვენი ნამდვილი სამინისტროები. კი, ნამდვილი სამინისტროები ამ შემთხვევაში და გადავცემთ ბავშვების ხედვას და ნუ ხა ისინი გაითვალისწინებენ. პოლიტიკა მოდელირებული თუ არამოდელირებული პოლიტიკა რაღაც დოზით კარგი გაგებით ხო არ იწამლებით ამ ყველაფერთ? მე ვფიქრობ რომ არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი ხა ჩვენთან მაგალითად ვისაც უნდა დიპლომატობა, ვისაც უნდა პოლიტიკოსობა და ანუ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის ის რომ ბავშვებს ვეჩვევით მე თამამ ფანტაზიაში ხომ არ წარმოგიდგენია შენ თავი პრეზიდენტის სავარძელში? სხვათა შორის აი მომავალი პოლიტიკოსი. ისი რა არის ეს რაღაცა გარეგნობით და ესე ვთქვათ იმიჯით ძალიან გავხართ ხედავ მე თქვენში მომავალ პოლიტიკოს. კი, მომავალ პოლიტიკოს. ეს არის რაღაცა გარკვეულწილად გავარჯიშება სამომავლოდ. კი, იმიტომ რომ მე 14 წლიდან ვარ ჩართული მსგავს პროექტებში და 14 წლიდან ანუ ეს არის თითქმის ჩემი ყოველდღიური რეჟიმი, რომ რაღაც ახალ პროექტში ვარ, ახალ 14 წლის ბავშვს გაინტერესებდა მაშინ პოლიტიკა. კი, მანამდე ჟურნალისტიკა იყო. პრემიერ-მინისტრს არ გითხოთ, როგორია პრემიერ-მინისტრობა დღევანდელ საქართველოში? ხო და ძალიან მაინტერესებს როგორია პრეზიდენტი, რომელსაც თავად აირჩია თავისი თავი. მოგესალმებით პირველ რიგში პრეზიდენტს ვარ. თვითონ აირჩია თავის თავი, ნამდვილად მინდა თქვა რომ მოდოვებულია, ანუ რა საქმესაც ხელს მოკიდებს ყოველთვის ბოლომდე მიყავს. მან მეამირჩია პრემიერ-მინისტრად, ასე ვთქვათ, მე კი მაქვს გამოცდილება თუნდაც ახალგაზრდებთან მუშაობაში. პრემიერ-მინისტრობაში არა, ახალგაზრდებთან მუშაობაში. ეს არის ახალგაზრდებისთვის ეს განკუთვნილი ეს არასწორ ორგანიზაცია და ახალგაზრდები ერთვებიან და ახალგაზრდებთან ასე ვთქვათ კომუნიკაცია ასე თუ ისე გამომუშავებული მაქვს, რადგან სტუდენტურ თვითმმართველობაში ვიყავი ვიცე-პრეზიდენტი და შესაბამისად გამომიმუშავდა. ეხლა ახალგაზრდების სამსახურში ვარ ჩემს უნივერსიტეტში. და რეალურად რა პროფესია გაქვს არჩეული, რაზე სწავლობ? მე ვსწავლობ ბიზნესის ფაკულტეტზე გრიგორი უნივერსიტეტში, თან ვარ ადმინისტრაციის წევრი, ამავდროულად უნივერსიტეტის სტუდენტი. შესაბამისად მე გადავწყვიტე რომ აქტიურად ჩართულიყავი ქალბატონი ქეთეონის პრეზიდენტის ორგანიზაციაში, მას შემოთავაზა პრემიერ-მინისტრობა, რომელიც სიმართლე გითხრათ, მართლა ძალიან გამიხარდა და ალბათ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა უყურებს ახლა დღეს ამ შოუს და მინდა მიმართო ყველას რომ მართლაც კარგი იქნება რომ თუ ჩაერთვებიან, იმიტომ რომ ეს იქნება მათი მომავლის, მათი პერსპექტივის და მათი გამოცდილების პირველი გზა და პირველი ეტაპი, რომელიც ხელს შეუწყოთ მათ ასე თქვა ცხოვრების განვითარებაში. ეს თქო არ დავსვა შემიძლია. როგორც პოლიტიკოსი არ გესაუბრებია. პოლიტიკოსი ხარ და მესაუბრებ. კითხვა, რომელიც გულწრფელად გაგიშებოთ ალბათ თქვენს, თუ არა და დამეთანხმებით ახლა. რეალური პრეცედენტის მიხედვით არის გამიჯნული თქვენი მოვალეობები, როგორც დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრის ზუსტად არის. ჩვენი ასე ვთქვათ, დიდი სურვილია რომ აქტიურად ვითანამშრომლობთ თავრობასთან, ინფორმირებული ვიყოთ მაქსიმალურად აბსოლუტურად ყველა სამინისტროსგან. ჩვენ ვაყალიბებთ 17 სამინისტროს, სადაც ანუ ჩვენც ჩვეულებრივ გვეყოლება სამინისტროები და ვითანამშრომლობთ გვინდა დიდ სამინისტროებთან. ამ ეტაპზე ანუ სამინისტროებთან და მთავრობასთან გააქვთ კონტაქტი თუ არა? კი, მან სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო მიწის ჩვენ შესახებ ძალიან მოვიწონეთ ეს პროექტი და ველოდებით კიდევ სხვა სამინისტროები რამდენად მოდიან კომუნიკაციაზე? ანუ ჩვენ ახლა ვიწყებთ ნენელა ეტაპობრივად განვითარებას, ჩვენ ისიც თუმცა ინფორმაცია აქვს და ძალიან მოწონთ. აღნიშნა რომ ახლა ყალიბდება ეს სამინისტროები და მინისტრები ახლა ნიშნებია, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენცია მინდა აღნიშნო და ნენელა შევდგებით ამ კომუნიკაციას და ურთიერთობების დამყარებას და იმედია გამოგვივა აუცილებლად.
როგორ გესახებათ სწავლის და აი ამ ყველაფრის გარკვეულწილად აი ნახევრად ხუმრობას გავს ეს ყველაფერი, მაგრამ აი ამ ყველაფრის შეთავსება პირველ რიგში მე ასე მგონია და შემდეგ რაღაც ქეთევანო დააფიქსიროს თავისი აზრი. პირველ რიგში არის სწავლა, ვერაფერს ვერ მიაღწევ სწავლის გარეშე. ვთქვათ, რომ გადავდოთ ყველაფერი, ვთქვათ, მე ქეთევანო და იმ ორგანიზაციის წევრებმა ვინც არიან ჩართული დღესდღეობით, ვერაფერს ვერ მიაღწევენ და განვითარებას ვერ იპოვიან თუნდაც ამ ორგანიზაციაში, იმიტომ რომ მათი რაღაც შესაძლებლობები უკვე გაჩერდება ერთ საფუხურზე და წინაწინ ვეღარ წავალ. რა თქმა უნდა, თავია პირველ რიგში სწავლა, მეც ამაზე ვარ მოტივირებული და ქეთევანიც რომ ვისწავლოთ, შევიძინოთ ახალი რაღაცები, უფრო მეტი რამე ვისწავლოთ, გავუთვისნობიეროთ რომელიც მოგცევს ასე ვთქვათ, უფრო განვითარების უნარს და შემდეგ ჩაუდოთ ეს ჩვენი განათლება ორგანიზაციაში, განმავითაროთ და ვიყოთ პერსპექტიული ახალგაზრდა პოლიტიკოსი. ხო, აი ხან. არა მოდელირება. მომავალი პოლიტიკოსი. იცით რა, ამ კითხვა საიდუმლოდ დავტოვე. ისეთი ენთუზიაზმით და სერიოზულობით საუბრობს, რომ მაყურებელს ალბათ დარჩეს მოგეწონება. და საიდუმლოებიც აქვს. რატი ემზადება პოლიტიკოსობისთვის? დიდ პოლიტიკაში ეგეთ რაღაც ხო არ გიფიქრია ამ დასავლეთში კერძოდ მაინც და მაინც ეს ხაზგასმედა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ეგეთი პრეცედენტი, როცა სკოლის მართლა პრეზიდენტს ირჩევენ, ანუ ეს ადამიანი იქნება ერთ წელს განმავლობაში სკოლის რაღაც საორგანიზაციო რაღაცების ხელმძღვანელი პრეზიდენტი. ეგეთ რაღაცა ხო არ საქართველოშიც არა? ეხლა იმდენად ვარ დაკავებული ამ საქმით, რომ ახალ პროექტზე ჯერ кайხანი ვერ ვფიქრობ. თუმცა არსებობს უფლება აქვს, მე მგონი საინტერესო საშენი სფერო. მე მაინტერესებს ქალბატონო პრეზიდენტი, მე მაინტერესებს თქვენ შემდეგ როგორ იქნება არჩევა, ანუ მოდელი როგორია თქვენი სახელმწიფოს მართვის. ვინ აირჩევს? არჩევნები უნდა ჩაატაროთ ჩემი. ეხლა შორის ეხლა რომ ანუ ვაპირებთ ესე რომ უკვე ბავშვები ვინც იქნებიან ჩვენი მონაწილეები, მე ვფიქრობ რომ მივცემ მათ საშუალება რომ ვინც მათ სურდა, ვისაც ხედავენ რეალურ კანდიდატად, ის აირჩიონ. ანუ იქნება არჩევნები და რა დიდხართ არჩეული? 1 წლის ვედი თავენჯერად. თავისი პატარა სახელმწიფოში თავისი ერთი ამომრჩეველი ყავდა და ისიც თვითონ იყო და გაიმარჯვა არჩევნებში. ანუ ეს რადგან პირველი ეტაპი არის და გავაკეთებ აქ კომენტარს სწავლასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრ დროს მოითხოვს თვითონ ორგანიზაცია პროექტი. ანუ თქვენ მაინც ახალგაზრდებზე ხართ ხომ ორიენტირებული და ხართ ახალგაზრდობის მთავრობა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდების. რა ჭირდება დღეს ყველაზე მეტად ახალგაზრდებს? სად არის ყველაზე მეტი პრობლემა და სად არის ყველაზე მეტი სამუშაო, როგორ ფიქრობთ? ყველაზე თავარი რაც არის ჩემი აზრით. როგორ სერიოზულად შედის პოლიტიკური პროცესი? არასოდეს პოლიტიკაში არის. საქმის მიმართ ყველაზე მთავარი არის განათლება და გამოცდილება პირველ რიგში. განათლებით მიაღწევ, ასე ვთქვათ, რომ შესაბამის თანამდებობას მიაღწიო თქვათ და იმ გამოცდილებით, რომ კარგად იმუშაო იმ თანამდებობაზე. ეს არის ანუ განათლება და რა ქვია, ხელშეწყობას ფიქრობ მე. ცოტა ვიტრაბახოთ, რა არის რაღაცები, რაც თქვენგან უნდა გადაიღონ დასრულმა პოლიტიკოსებმა? ისეთ რა, მაგას ვერ ვიტყვი. ჩვენ უნდა გადავიღოთ ჯერ იმათგან, იმიტომ რომ ვისწავლოთ ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს დასაგროვებლად. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ აი ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ანუ ნელ-ნელა მოაიტაბობრიოთ მო, რადგან მე ვარ პირადად 19 წლის და შესაბამისად ჯერ ვერ მექნება ესეთი რაღაც, რომ ასე ვთქვათ, ვერ მე ჩემგან გადაიღონ აქეთ. მე პირიქით იმათგან ვსწავლობ და შემდეგ უკვე იმედია, რა ვიცი, დასახულ მიზანს მივიღებ. თქვენი პოლიტიკური ორიენტაცია როგორც ესე. როგორ სახელმწიფოს აშენებთ? იდეალური საქართველო ახალგაზრდული მთავრობისათვის. მე ვფიქრობ რომ შენ შეგიძლია ესე გაწევრიანდე. ასე კითხავს მიზნებით სამომავლო. კი. მიგიღებთ. წარმომიდგენი ხარ აბა რა არის მინისტრად? კულტურის მინისტრად. ზეგლთა დაცვა. არა, კულტურის მინისტრად. ხო, შენ არ ყავს. არ არის კანდიდატი. ვაკანსია მინისტრის თანამდებობა. ასაკი, мотиваცია, განათლებული, სილამაზე, შარმი, მობილიზებული, აქტიური, ყველანაირი თან კეთი ნამდვილად აპირებს რომ სამომავლოდ ატიოსანი აღავიდა სალონი. ატიოსანი. კეთი ვიფიქრებდი შენს ადგილას. მე უფრო რეალური ის თავს ამზადებს რეალურ კარგი, გვითხარით როგორ სახელმწიფოს აშენებთ? ჩვენც რეალური სამინისტროს ვამზადებთ. აი, ნამდვილი პოლიტიკოსის პასუხი. მაგრამ თუ ეხლა აქიდანვე არ დავიწყეთ, ეს მომავალში ეს მგონია რომ ხო, რა თქმა უნდა. გესმის თქვენ გაიცით მე რა მაქვს დაწყებული. ეხლა შეთვითონ თქვენი იდეალური საქართველო.
იდეალური საქართველო ალბათ იქნებოდა ჩემთვის ის რომ დემოკრატიული რა თქმა უნდა და ასევე ჩემი აზრით ახლა იქიდან გამომდინარე რომ ახალგაზრდებს ვეხებით მაინც ვფიქრობ რომ ვიტყოდი რომ უფრო ახალგაზრდებს მეტი ყურადღება ახალგაზრდების შესაძლებლობები უფრო რეალიზება რომ მოხდეს იმიტომ რომ ნამდვილად დღეს თამამად შემიძლია ვთქვა რომ არის ვართ ის თაობა რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა და ზუსტად ამ მიზნისთვის ვიბრძვით ჩვენ რომ ჩვენი ხმა გაჟღერდეს. ეს ახალგაზრდების ხდებით და განიხილავთ სხვადასხვა საკითხს და პრობლემებს. ვინმე უფროსი თუ გეხმარებათ, კომპეტენტური ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ ესე ვერასოდეს ვერ მოხდება სახელმწიფოში. ანუ იურიდიულ რაღაცებს ვინც ხსნის, ან მასტერ კლასებს ვინც გიტარებთ თუნდაც. ანუ ჩემი ლექტორი გადავწყვეტე ამისთვის ამირჩია, როცა უკვე მინისტრთა კაბინეტს შევარჩევ, ჩაუტარებ აუცილებლად ტრენინგებს, გამოსწრილი ლექტორია და უკეთესად აუხსნის ბავშვებს თავის ფლომ მოვალებს. აი ჩვენც და მაყურებელმაც უფრო ზუსტად რომ დაინახოს თქვენი ხედვა, მე ძალიან მაინტერესებს აი კონკრეტულ რაღაცა საკითხებზე თქვენი დამოკიდებულება. თქვენი მთავრობა მიიღებდა თუ არა ანტიდისკრიმინაციულ კანონს მაგალითად? როგორც იყო ორიგინალში. გიფიქრიათ ან გიმსჯელიათ ამაზე? ახლა ველოდებით პოლიტიკოსი. კიდევ აღნიშნავ იმას, რომ ვართ ჩამოყალიბების სტადიაში და ეტაპზე. და შესაბამისად უკვე ყალიბდება ერთი გუნდი, ის გუნდი, რომელიც იქნება ჩემი აზრით წარმატებული და არის საკმაოდ მონდომებული და გუნდურ პრინციპზე არის საერთოდ დაფუძნებული ერთობლიობა. და ჩემი აზრით, იცით რა არის? ამაზე საკმაოდ ბევრი ფიქრი მოგვიწევს და ესე პირდაპირ პასუხის ვერ გაგცემთ. ანუ კონსულტაცია უნდა გაიაროთ გუნდებთან და ასევე როგორც აღნიშნა ლექტორისო და ერთი რაღაც მინდა დავამატო, ანუ როგორ ხედავთო რაღაც თქვენს მომავალ საქართველოს. მე პირადად ვიმყოფებოდი დიდში, დვანში და ერგენეთში, ეს არის კონფლიქტური რეგიონები, როცა საკმაოდ აქტუალური იყო ესეთ რეგიონზე. ჩემი თვალთა ხედვა თუ როგორი უნდა იყოს ასე ვთქვათ, მომავალ საქართველო ეს არის გაერთიანებული, რომ რატო იყავი იქ უბრალოდ შენ ინტერესთან გამომდინარე? ეს იყო სტუდენტურ თვითმმართველობთან ერთად ვიმყოფებოდი, ანუ ჩვენ ვესაუბრეთ იქაურ მოსახლეობას, გავეცანით თუ რა პრობლემები აქვთ მათ და ვცდილობთ რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდობა. და აუცილებლად ამ პროექტს კიდევ ერთხელ ჩავალთ, ანუ ჩვენი ორგანიზაციის სახელით, რა თქმა უნდა, გავესაუბროთ კიდევ ერთხელ აუცილებლად ვეცდებით რომ დავეხმაროთ იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც აწუხებთ მათ და ასე თუ ისე ვიცი ზოგადად რა ჭირდება. ეს მე დავასკვენი რომ პოლიტიკოსებად იბადება. და ეს ადამიანი როგორ ოსტატურად ნამდვილი პოლიტიკოსებით აიცილა რაღაცა კითხვაზე პასუხი და გადახდა იმაზე რაც თვითონ იდეალურად დავინახე ნამდვილი პოლიტიკოსი. მედიასთან პირველად გაქვს კონტაქტი? არა, ანუ და მედიასთან? ტელევიზიასთან შეპირველად, ხო? არა, მე საკმაოდ ვერჩევ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც პირველად. მე მინდა წარმატებული იყოს თქვენი პირველი ეთერი. პროგრამაში გისურვოთ წარმატებული სწავლა და შემდეგ უკვე პოლიტიკოსობამდე ჯერ ცოტა შორია, მაგრამ როგორც მედია ხარ ჩააბარეს გამოცდა. მე ვფიქრობ რომ პირველი ნაბიჯები გადადგმული. მე მინდა რომ მედიასთან ყოველთვის გქონდეთ ისეთი გულწრფელი და გულღია დამოკიდებულება და როდესაც რაიმე კომენტარს მოგთხოვენ, უარი არ თქვა. არასდროს არ თქვა უარი. დიდი მადლობა ჩვენთვის გავითავისუფლდით. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის დრო არის ჩვენს ეთერში, დაგველოდეთ.